ჩვენ გავიხილეთ და ვისაუბრეთ ქორწინებისა და ოჯახთან დაკავშირებულ საკითხებზე. ეხლა მოკლედ შევჩერდებით ქორწინების შეწყვეტაზე. ქორწინების შეწყვეტა საქორწინო კავშირის დაშლაა ერთ-ერთი მეუღლის სიკვდილის ან ქორწინების გაუქმების შედეგად. იურიდიული თვალსაზრისით ქორწინების შეწყვეტა ქორწინების გაბათილებულად მიჩნევის საფუძველზეც ხდება. ქორწინების შეწყვეტის ალბათობა განქორწინების შედეგად მაღალია ქორწინების პირველ წლებში, ხოლო ქორწინების ხანგრძლივობის დასთან ერთად იზრდება ქორწინების შეწყვეტის ალბათობა გამოწვეული ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების საფუძველზე. თავის მხრივ ქორწინების შეწყვეტის სიხშირის ზრდა ხელს უწყობს მოკტაობის გადიდებას, ვინაიდან ქვრივებისა და განქორწინებულების მოკტაობა უფრო მაღალია ვიდრე ქორწინებაში მყოფების. ქორწინების შეწყვეტაში ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალებისა და განქორწინების წილი განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყანაში. ამდენად ცალ-ცალკე განვიხილავთ განქორწინებასა და დაქვრივებას და მათ მაჩვენებლებს. დავიწყოთ განქორწინებით. განქორწინება ქორწინების რეგისტრაციის გაუქმების შედეგად საქორწინო წყვილების დაშლის პროცესია. განქორწინება რთული სოციალური პროცესია. განქორწინების დონე განისაზღვრება მრავალი გარემოებით, რომელთა შორის წამყვანი მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ ქვეყნის საზოგადოებრივი განვითარების მოცემული ეტაპისათვის დამახასიათებელ სოციალურ-კულტურულ ნორმებს, ქორწინების გაბატონებულ ნორმებს, ქალის მდგომარეობას საზოგადოებაში, ოჯახის ცხოვრების წესს და სხვა. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ქვეყანაში მოქმედ ქორწინების გაუქმებასთან, განქორწინებასთან, ესე იგი დაკავშირებულ კანონმდებლობას. დემოგრაფია განქორწინებას განიხილავს როგორც მოსახლეობის საქორწინო და საოჯახო სტრუქტურის ფორმირების ფაქტორს, მის ურთიერთკავშირს სხვა დემოგრაფიულ პროცესებთან და მის გავლენას მოსახლეობის აღწარმოებაზე. დემოგრაფიას აინტერესებს არა ქორწინების გაუქმების ცალკეული შემთხვევები, არამედ ასეთ შემთხვევათა ერთობლიობა საქორწინო კოხორტაში. განქორწინების მაჩვენებლად გამოიყენება განქორწინების სხვადასხვა სახის კოეფიციენტები, განქორწინების ცხრილები და სხვა. განქორწინების ინტენსივობა ჩვეულებრივ ქალაქის მოსახლეობაში უფრო მაღალია ვიდრე სოფლისაში. დიდ ქალაქებში უფრო მაღალია ვიდრე მცირეში. განქორწინების დონის დას ხელს უწყობს მოსახლეობის სტრუქტურაში სქესთან მკვეთრი დისპროპორცია, ჰეტეროგამური ქორწინებები, მეუღლეების ასაკს შორის დიდი განსხვავება, უნაყოფობა ან შეგნებული უშვილობა, მცირეშვილიანობა და ზოგიერთი სხვა საკითხი. განქორწინებას მაჩვენებელთა მთელი სისტემა ახასიათებს. მათგან ჩვენ გავიხილავთ ყველაზე გავრცელებულებს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მაჩვენებელია განქორწინების ზოგადი კოეფიციენტი. წარმოადგენს განქორწინების ყველაზე მარტივ მაჩვენებელს. განქორწინების ზოგადი კოეფიციენტი გამოისახება პრომილებში. ფორმულა მოცემულია პატარა g უდრის g დიდი შეფარდებული პ-თან და გამრავლებული 1000-ზე. რამე თუ ეს მაჩვენებელი, როგორც ითქვა, გამოისახება პრომილებში. კონკრეტული მაგალითიც არის მოყვანილი, მაგალითად საქართველოში 2005 წელს რეგისტრირებული იყო 1928 განქორწინების შემთხვევა. იმავე დროს შეფასებითი მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის საშუალო რაოდენობა ტოლი იყო 3.884.500-ისა. აქედან გამომდინარე g უდრის მოცემულ თანაფარდობას გამრავლებული 1000-ზე და თუ დავამრგვალებთ, გამოვიდა, რომ განქორწინების ზოგადი კოეფიციენტი საქართველოში 2005 წელს შეადგენდა 0.5. ანუ ეს გვიჩვენებს იმას, რომ ამ წელს
მოსახლეობის 1000 სულზე ქორწინდებოდა, განქორწინდებოდა უпростоრად ერთზე ნაკლები ნახევარი შემთხვევა იყო განქორწინების. მეორე მაჩვენებელი, რომელსაც ჩვენ გავიხილავთ, განქორწინების ასაკობრივი კოეფიციენტია. განქორწინების ასაკობრივი კოეფიციენტი ახასიათებს სხვადასხვა ასაკის ადამიანის განქორწინებათა სიხშირეს. გაიანგარიშება ცალ-ცალკე მამაკაცებისა და ქალებისთვის შემთხვევაში. განქორწინების ასაკობრივი კოეფიციენტი აქ ჩვენ შემთხვევაში მოცემულია g პატარა x-ით გამოისახება მოტანილი ფორმულით. ანუ gx პატარა უდრის gx დიდი შეფარდებული px დიდთან და გამრავლებული 1000-ზე, ვინაიდან ისიც გამოისახება პრომილებში, სადაც gx-ი დიდი არის გარკვეულ დროში ის x ასაკის ქალების ან მამაკაცების განქორწინებათა რაოდენობა, ხოლო px-ი იმავე დროში x ასაკის ყველა ქალის ან მამაკაცის საშუალო რაოდენობა გამოისახება, როგორც ვთქვით, პრომილებში, ისთვისაც ვამრავლებთ 1000-ზე. კონკრეტული მაგალითიც არის მოტანილი. მაგალითიდან ჩანს, რომ საქართველოში 2005 წელს რეგისტრირებული იყო 30-34 წლის ასაკის 233 განქორწინებული მამაკაცი. ამავე დროს საქართველოში იყო 125100 აღნიშნული ასაკის მამაკაცი. აქედან მივიღებთ, რომ მოცემული თანაფარდობიდან, რომ განქორწინების ასაკობრივი კოეფიციენტი 30-34 წლის ასაკის მამაკაცებისათვის შეადგენდა 1,900-ს, ანუ 2-ზე რამდენადმე ნაკლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 30-34 წლის 1000 მამაკაცზე განქორწინება მოახდინა 1,900-მა, თითქმის 2-მა. ერთ ყველაზე ზუსტ მაჩვენებელს წინაორთან შედარებით განსაკუთრებით განქორწინების ზოგად კოეფიციენტთან შედარებით არის განქორწინების ჯამობრივი კოეფიციენტი. თუ განქორწინების ჯამობრივ კოეფიციენტს ავზნისავთ g დიურით, მაშინ ის უდრის ასაკობრივი კოეფიციენტების ჯამს 15-60 წლის ასაკში. უფრო ასაკის 60-ზე მეტი ასაკის განქორწინებულები შეყავთ 60 წლის ასაკობრივ ჯგუფში, 60-64 უბრალოდ და ერთ ქალზე გაანგარიშებისათვის მოცემული ასაკობრივი კოეფიციენტების ჯამი უნდა გავყოთ 1000-ზე. გამოიანგარიშება ქორწინებისა და შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტების მსგავსად, რომელთა კონკრეტული მაგალითები ზემოთ იყო მოტანილი. ამიტომ მოცემულ შემთხვევაში მაგალითი ახალ მოგყავს. არსებობს განქორწინების სხვა მაჩვენებელიც, ისეთი როგორიც არის განქორწინების ინდექსი. განქორწინების ინდექსი წარმოადგენს მოცემულ პერიოდში, მაგალითად ერთ წელიწადში, განქორწინებათა რაოდენობის შეფარდებას იგივე პერიოდის ქორწინებათა რაოდენობას. განქორწინების ინდექსი გარდა ზოგადისა შეიძლება გაანგარიშებული იქნეს აგრეთვე ცალ-ცალკე ყველა ასაკისათვის. ასე დროს მივიღებთ ასაკობრივი განქორწინების ინდექსებს. რაც შეეხება მოტანილ ფორმულებს, სამი ცალია მოტანილი. პირველი სწორედ ის რაზედაც ვისაუბრეთ, რაოდენობათა შეფარდება, განქორწინებათა და ქორწინებათა. მეორე შემთხვევაში ზუსტად ესეთივე შედეგს მივიღებთ, როგორც პირველ შემთხვევაში, თუ ავიღებთ განქორწინების ზოგად კოეფიციენტის ფარდობას ქორწინების ზოგად კოეფიციენტთან. თუმცა მაინც უმჯობესია თუ გვაქვს აბსოლუტური რაოდენობები, მათი შეფარდება, ვინაიდან კოეფიციენტები ყოველთვის დამრგვალებულია. თუმცა ვიმეორებ განსხვავება არ არის მათ შორის. შესაძლებელია განქორწინების ინდექსის პროცენტებში გამოსახვა, რისთვისაც შეფარდებით მიღებული განქორწინების ინდექსი უნდა გავამრავლოთ 100-ზე. ასეთ შემთხვევაში მიღებული სიდიდე გვიჩვენებს თუ რამდენი განქორწინება მოდის ყოველ 100 ქორწინებაზე.
განქორწინების ინდექსის მაჩვენებელზე გავლენას ახდენს მოსახლეობის ასაკობრივი და ქორწინებითი სტრუქტურა. ამდენად იგი საკმაოდ უხეშად შეიძლება ახასიათებდეს განქორწინების რეალურ ინტენსივობას და დახასიათებისათვის განქორწინების ინტენსივობის დახასიათებისათვის მიზანშეწონილი არ არის. ვინაიდან ნიშნელი არ მოიცავს ყველა იმ ქორწინებას აგრეთვე, რომელიც შეიძლება შეწყვეტილი იყო რეგისტრირებულ ქორწინებათა წლიური რაოდენობა, მნიშვნელოვნად ნაკლებია ფაქტობრივად არსებულ ქორწინებათა რაოდენობასთან შედარებით. ამიტომ განქორწინების დონის უფრო ზუსტი და ადეკვატური მახასიათებელია განქორწინების ინდექსი, რომელიც მიიღება განქორწინების ჯამობრივი კოეფიციენტისა და ქორწინების ჯამობრივი კოეფიციენტის შეფარდებით. გაეანგარიშება ცალ-ცალკე მამაკაცებისა და ქალებისათვის. აი სწორედ ის, რაც ახლა უპოვოს თქვით, მოცემულია მესამე ფორმულის სახით, ანუ ჯამობრივი კოეფიციენტების ფარდობა განქორწინებისა და ქორწინების. ქვემოთ მოტანილია კონკრეტული მაგალითი და ვინაიდან ყველაზე ადეკვატური და ზუსტი მაჩვენებელია განქორწინების ჯამობრივი და ქორწინების ჯამობრივი კოეფიციენტის თანაფარდობა, კონკრეტული მაგალითიც სწორედ მათზე გვყავს მოყვანილი. ამით განქორწინების მაჩვენებლები ამოვწურეთ, შეიძლება ითქვას, უბრალოდ შეიძლება ითქვას ის, რაც ჩვენ გავიხილეთ, შეიძლება ვთქვათ, რომ ამოვწურეთ, თუმცა არის სხვა მაჩვენებლებიც, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში არ ვიხილავთ. რაც შეეხება დაქვრივებას. დაქვრივება ერთ-ერთი მეუღლის სიკვდილის შედეგად გამოწვეული ქორწინების შეწყვეტაა. დაქვრივების შედეგად იცვლება გათხოვილი ქალის ან ცოლიანარი მამაკაცის ქორწინებითი მდგომარეობა. ძირითადად დაქვრივების გასაზომად გამოიყენება ორი მაჩვენებელი: დაქვრივების ასაკობრივი კოეფიციენტი, რომელიც წარმოადგენს დაქვრივების ერთ-ერთ მახასიათებელს. დაქვრივების ასაკობრივი კოეფიციენტი უჩვენებს მოცემული სქესისა და ასაკის 1000 ქორწინებაში მყოფზე დაქვრივების შემთხვევათა რაოდენობას. მეორე მაჩვენებელი, რომელიც დაქვრივებისათვის გამოიყენება, დაქვრივების სპეციალური კოეფიციენტია, რომელიც წარმოადგენს მოცემული სქესისათვის დაქვრივების შემთხვევათა რაოდენობის შეფარდებას იმავე სქესის ქორწინებაში მყოფი პირების საშუალო რაოდენობასთან. ჩვეულებრივ გამოიანგარიშება წლის განმავლობაში 1000 სულზე. მონოგამიის შემთხვევაში ყოველ წელს ქვრივდება იმდენი მამაკაცი, რამდენი დაქორწინებული ქალიც გვხვდება. მონაცემთა მოპოვებისა და გაანგარიშების სირთულეებიდან გამომდინარე, დაქვრივების ასაკობრივი კოეფიციენტები ნაკლებად გამოიყენება. ლიტერატურაში უფრო ხშირად უთითებენ დაქვრივების სპეციალურ კოეფიციენტებს.